თავიდან დიდად არ მიფიქრია ამაზე, უბრალოდ Minecraft-ის კიდევ ერთი ძველი კლიპი იყო, რომელიც მივიწყებული Google Drive-ის ლინკზე იგდოდა, ახლა უკვე წარშლილმა აკაუნტმა გააზიარა. არანაირი კონტექსტი, არანაირი მესიჯი, უბრალოდ ფაილი სახელად 275 ქვედატირე final.mp4. მაგრამ როცა უყურე რაღაც რიგზე ვერ იყო. მოთამაშე თამაშს აღარ თამაშობდა, ისეთი შეგრძნება გაგიცნებოდა, თითქოს თამაში ეთამაშებოდა მას. და ეს იყო ბოლო ჯერი, როცა ის ონლაინში საერთოდ ვინმე ნახა. რა დაემართა მოთამაშე 274-ს. ნეტავ საერთოდ არ დამეწყო ქექვა, იმიტომ რომ ახლა მგონია რომ მეც მიყურებს. კადრები პირველად Discord-ის პირადი მესიჯით გამომიგზავნეს. იუზერის სახელი არ ჰქონდა, უბრალოდ ციფრების სერია იყო 0x274. თავად მესიჯი კრიპტული იყო სიტყვების გარეშე, მხოლოდ ლინკი და ეს ციფრები, რომლებიც სამჯერ მეორდებოდა. რაღაცნაირად უცნაური შეგრძნება დამიტოვა ლინკმა. უბრალოდ 11 წუთიან ვიდეომდე მიმიყვანა, რომელთანაც ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. რაღაც უცნაური შემზარავი ინტერესი, რომლის იგნორებაც არ შემეძლო, მაგრამ ამ ერთმა კლიპმა ისეთი კურდღლის სოროში ჩამითია, რასაც საერთოდ არ ველოდი. პირველი ვიდეო 274 ფანინად ჩვეულებრივი let's play ვიდეოსავით იწყება. F3-ის მენიუ გვიდასტურებს, რომ თამაშის ვერსია არის 1.16.3. საკმაოდ ძველია ახლა, მაგრამ ემთხვევა თარიღის ფაილის მეტამონაცემებიდან, რომელიც 2019 წლის ბოლოდანაა. მოთამაშე ჩნდება ხშირი ნაძვნარის ბიომში. მისი პირველი მესიჯი ჩატში ასეთია: დღე 87, ისევ ვერ პოულობ ბაზას. პატარა დეტალია, მაგრამ ჩამჩა. დღე 87 ეს საკმაოდ დიდი დროა Minecraft-ის მოთამაშისთვის დასაკარგავად და სანაწილოდ განსაკუთრებით თუ მანამდე ბაზა ჰქონდა. ჩვენ არ ვიცით ის თუ ვის ელაპარაკება. სერვერების სიები ან სხვა ჩატის ლოგები არ არის, მაგრამ სიჩუმე ყურის წამღებია და რაც უცნაურია, კამერა როგორ მოძრაობს. არ არის გლუვი, როგორც ტიპიური ჩაწერილ გეიმპლეიში. პირიქით ჭედავს, ყოყმანობს, თითქოს თავად თამაში ლაგავს ან გლიჩავს, მაგრამ FPS-ის მთვრელი მყარა დგას 60 კადრზე. წამში. არანაირი აშკარა ვარნა ეს ჭედვა გამიზნული გეგონება და დროდადრო კამერა მკვეთრად ვარდება ზემოთ, თითქმის ძალადობრივად, თითქოს მოთამაშის ხედვის არეს აიძულებენ შეხედოს რაღაცას, რაც კადრის მიღმაა. ღების კენწევრებში რაღაცას კრავთვალს მუქ ფიგურას, რომლებიც ქრებიან, როგორც კი ფოკუსირებას ცდილობ. მოთამაშე ჩრდილოეთისკენ მისზე თავისი კოორდინატების მანიაკალური აკვეტებით ამოწმებს. აი მაშინ გვესმის ეს ნაბიჯების ხმა, მაგრამ არა მისი, ყოველ შემთხვევაში მის მოძრაობასთან სინქრონში არ არის. თამაში ჩერდება, ნაბიჯები კი გრძელდება და ხეებში რბილად ეხოდ ისმის. შემდეგ წყდება. აქ ხარ? ჩატში პასუხი არაა. 2 წუთსა და 53 წამზე ის აღწევს გაწმენდილ ადგილს, რომელიც არასწორად გამოიყურება. ხეთი Minecraft-ის ბიომი საერთოდ არასდროს მინახავს. ხეების სრულყოფი რიგებად განან, არაბუნებრივად, სწორად და თანაბარი დაშორებით. ყველას ფოთლები აქვს შემოცვენილი. მიწა მათ ქვეშ უხეში მიწისა და Soul Sand-ის სულის ქვიშის ჭადრაკის დაფასავითაა. არანაირი ბალახი, არანაირი ყვავილი, ეს ბუნებრივი არაა. ის მიკროფონთან იხრება და ჩურჩულებს. ეს გუშინ აქ არ იყო. მაგრამ რაც მართლა მზარავს არის 3 წუთსა და 7 წამზე, ზუსტად 1 კადრის ხის ხაზში ფიგურა დგას. თეთრი ჰუდი, შავი თვალები, სახე არ აქვს, თითქოს ჩრდილი იყოს, რომელსაც ჰუდი თავზე მჭიდროდ აქვს შემოკრული. ძლივ ჩანს, მაგრამ კაცს თუ შეენებლებ, ნათლად დაინახავ. ეს არის NPC, არც რომელიმე მობია ან სკინი, რომელსაც ვიცნობ, აქედან ყველაფერი უარესდება. მოთამაშე უფრო ღმად შედის ტყეში, აშკარად ორიენტაცია დაკარგულია. მისი მესიჯები უცნაური და ფრაგმენტული ხდება. ეს ხუმრობაა? ჯეიკობ შენ ააშენეს? ცირას არის, ვიკიზე ვნახე. მაგრამ ჩატში პასუხის გამცემი არავინაა. 9 წუთსა და 56 წამზე ის ინვენტარს ხსნის. იქ არის წიგნი, რომელსაც უბრალოდ F3 ჰქვია. როცა აკლიკებს, ეკრანი მომენტალურად ჩავდება, მერე ჩანაწერი გრძელდება. მაგრამ რაღაც შეიცვალა. მისი ჰოტბარი ცარიელია, განათება არასწორია და სატურაცია გაცილებით დაბალი ჩანს. თითქოს ფილტრი დაადესო, თითქმის შეიდერივითაა, მაგრამ თამაში არაფერია ჩაწერილი. ეკრანი უფრო ცივი გეგონება, ის ხსნის დებუგის ეკრანს და თითოეული კოორდინატი დასმულია 274-ზე. მისი სუნთქვა უფრო მძიმდება. ახლა უკვე გარკვევით გესმის. მისი მიკროფონი წყვეტილ პანიკურ სუნთქვას აფიქსირებს, მაგრამ ის არ ლაპარაკობს, არც წერს, უბრალოდ სწრაფად და ზედაპირულად სუნთქავს. კარგი, გაჩერდი. ამბობს ხმამაღლა, ხმა უკანკალებს. გავიგე. ის ბრუნდება ტყის ხაზისკენ, მაგრამ ის გამქრალია. ხეები, ბილიკი, მზეც კი ყველაფერი გაქრა. მთელიცა ჩანაცვლებულია წითელი და შავი ფერის მყარი გრანიტით. თითქოს დამახინჯებული მზის ჩასვლა იყოს, რომელიც სამუდამოდ იწვის. 7 წუთსა და 12 წამზე ახალი ხმა ჩნდება. გულისცემა ნელი, ხმამაღალი, ორგანული, არა ელექტრონული, არა Minecraft-ული.
აუდიო სპექტრი გავაანალიზე და ეს გულისცემა თამაშის ხმოვანი ფაილების ნაწილი არ არის. ყოველ 8 ნახევარ-წამში ერთხელ მეორდება და ყოველ წრეზე ხმა უფრო ხმამაღალი, უფრო ინტენსიური ხდება, თითქოს შენ გვერდითაო. ამ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ RG იყო. ძალიან დახვეწილი, სანამ მეორე ვიდეოს ვიპოვიდი. არა YouTube-ზე, არა ფორუმებზე, ან Minecraft-ის community-ში. ის პირველი კლიპის ვიდეოს მეტამონაცემებში იყო ჩამალული. როცა ამოვავარქივი, ახალი ვიდეო გამოჩნდა. Exit MP4. ახლა არანაირი ხუდი, არანაირი აუდიო არ იყო, უბრალოდ მოთამაშე, ჩაცუცქულიყო მიწისქვეშ სრულ სიბნელეში. ხელში არაფერი ეჭირა, მისი სხეული ენაში სყვიროდა, მის უკან ძლივ შესამჩნევი უხეში ხის აბრა იდგა, რომელზეც ეწერა. შემოbrunდი. ის 2 წუთის განმავლობაში არ იძვრის, უბრალოდ დგას. გულისცემის ხმა სულ უფრო ხმამაღალი ხდება. სიჩუმეში ექოდ ისმის, მერე კი ბოლოს და ბოლოს ბრუნდება. ეკრანი სასტიკად გლიჩავს, პიქსელები ინაცვლებს და იდღაბნება, აუდიო უკუღმა ტრიალებს, გესმის ყვირილი, ნამდვილი ადამიანის ყვირილი, ნედლი და შეშინებული. არა ჩვეულებრივი Minecraft-ის კვნეს ან ღრენი, მერე სიჩუმე. მაშინ იქრაშება. ბოლო კადრი იყინება ჩატის ბრძანებაზე, SID 274. გარდა იმისა, რომ ეს არის ვალიდური ბრძანება, Minecraft-ის SID-ები ასეთი მარტივი მთელი ციფრები არ არის. მაგრამ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მაინც გავუშვი single player-ში და რაც მან დააგენერირა, იყო ზუსტად ის სამყარო, რაც ერთი კვირის წინ იყო. მას შემდეგ ამ სამყაროს ვიკვლევ. კადრებიდან ყველა უცნაური დეტალი აქ არის. ფოთოლე ხეები, Soul Sand-ის ჭადრაკისებარი ბადე. კოორდინატებიც კი ყველაფერი ჩაკეტილია -274-ზე. არ არის მუსიკა, არც ცხოველები, არც მობები, არაფერი გარდა ფუკუტრო ქარისა, რომელიც ცარიელ ტყეში ჩურჩულებს. მერე წუხელ მესიჯი მივიღე, არა Discord-ში, არა რომელიმე ჩატის აპლიკაციაში. თავად თამაშში. თამაში 274 შემოუერთდა თამაშს. გარდა იმისა, რომ მულტიპლეიერი საერთოდ არ მქონდა დაინსტალირებული, არანაირი LAN ჩართული, არანაირი მოდები, ონლაინში არ დავკავშირები ვარ, ეს შეუძლებელი უნდა იყოს. მერე ხეებმა პირდაპირ ჩემს თვალწინ დაიწყეს შეცვლა. ფოთლები ისევ გაქრა, ნაცარივით სვიოდა, გაქცევა ვცადე, მაგრამ ჩატში მესიჯი გამოჩნდა. არჩი. მაშინვე გამოვედი. მას შემდეგ თამაში არც კი გამიხსნია. სამყაროს ფაილები დავაკოპირე და დავაზიპე. მეგობრებისთვის გადასაგზავნად. ყოველ შემთხვევისთვის, მაგრამ როცა ატვირთვა ვცადე, ფაილი დაზიანდა. უარესიც ფაილის სახელი შეიცვალა. ახლა მას ერქვა შენ. ხო და აი ახლა სად ვარ? წავშალე ყველა ასლი, ყველა ბექაპი, იმ სამყაროს ყოველი კვალი, მაგრამ როცა დასაძინებლად მივდივარ, მაინც მესმის გულისცემა, მაინც ვხედავ წითელ და შავ ცას, რომელიც ტყის თავზე იწვის, ტყის, რომელსაც არ არსებობს. დაამდვილეთ, როცა ჩემს Minecraft-ის ლაუნჩერი შევამოწმე, იქ ახალი სამყარო იყო სიაში, რომელიც მე არ შემიქმნია. სამყაროს სახელი. მოთამაშე 274. ბოლო თამაშის დრო გუშინ. მას შემდეგ, რაც ლაუნჩერში ჩამოთვლილი ახალი სამყარო მოთამაშე 274 აღმოაჩინე, საათობით ყვაყმანობდი. ყველა ინსტინქტი მიყვიროდა, რომ არ გამეხსნა, მაგრამ ინტერესმა ან იქნება აკვირატება მძლია. ჩავრთე Minecraft-ი. ჩვეულებრივად ჩაიტვირთვა, მაგრამ სამყაროს არჩევანი სხვანაირი იყო. თამაში 274 სეივი სუსტად ანათებდა, თითქმის პულსირებდა, თავად გულისცემასავით დავაკლიკე. თამაში დაიწყო, მაგრამ ტყეში ან ჭადრაკისებრ მიწაზე არ გავჩენილვარ. სრულ სიბნელეში გავჩენდი, არანაირი ჰიუდი, არანაირი კოორდინატები, არანაირი ინვენტარი, უბრალოდ სიჩუმე. თავიდან მეგონა თამაშმა გაგლიჩა. მერე ჩატვირთვას ეკრანი გაქრა და მივხვდი, რომ მიწისქვეშ ვიყავი. იმაზე ღრმად, ვიდრე ნებისმიერ ნორმალურ გამოქვაბულში უნდა იყოს. ისევ გავიგონე გულისცემა, ნელი მეთოდური. ჩემ გარშემო ექოდ ისმოდა, როგორც დოლისცემა გამოქვაბულში. წინსვლა დავიწყე ჩემი კლავიატურის WSID ღილაკებით, მაგრამ სიარული ზანტი მეჩვენებოდა. თითქოს ხელტალახში ვტბობოდი, თითქოს ჰაერის სქელიან მძიმე იყო, თითქმის ვგზნობდი როგორ მაწვებოდა. უფრო დიდ გამოქვაბულში შევბოძიკდი, კედლები არაბუნებრივი შუქით სუსტად ანათებდა. იქ გამოქვაბულის იატაკზე Soul Sand-ის ბლოკებით გამოკვეთილი მესიჯი დაგვხვდა. მოგესალმებით. გავშეშდი, მერე ჩატის ბოქსი ამოხდა, თავიდან ცარიელი. მერე მოთამაშე 274 შემოუერთდა თამაშს, მაგრამ მარტო ვიყავი, ან ასე მეგონა, მოულოდნელად ტექსტი გამოჩნდა. მოგენატრე? შინებულმა ავკრიფე, ვინ არის ეს?
პასუხი არ ყოფილა, გულიცემა უფრო ხმამაღალი გახდა. მერე ეკრანმა ციმციმი დაიწყო და სტაბილურდა. აღარ ვიყავი მარტო. გამოქვაბულის მეორე ბოლოში ფიგურა იდგა. თეთრი ხუდი, შავი თვალები, სახე არ აქვს. ზუსტად ის კადრებიდან არ განძრეულა, არც ულაპარაკია, უბრალოდ იდგა და მიყურებდა. მიახლოება ვცადე, მაგრამ ყოველი ნაბიჯი უფრო მძიმე იყო, უფრო ნელი ხდებოდა, თითქოს თავად სამყარო მიბიძგებდა უკან ინტერაქციისთვის. ხელი გავიწოდე, მაგრამ ჩემი ხელი პირდაპირ ჩასში გადავიდა. მერე შეიცვალა და ახალი მესიჯი გამოჩნდა. შენ მე მიპოვე. გული ამიჩქარდა, აუკრიფე. რა გინდა? პასუხი მომენტალური იყო. თამაში. მერე ეკრანი შავზე გადავიდა და როცა გამოსახულება დაბრუნდა, პატარა ოთახში ვიყავი. კედლები ბედროკისგან იყო გაკეთებული, არანაირი კარები, არანაირი ფანჯრები, მხოლოდ სკიური იდგა ცენტრში. სანდა შიგნით წიგნი იყო, სათაური უბრალოდ წესები. პირველ გვერდზე ეწერა წესი პირველი. თვალი არ მოაშორო. წესი მეორე, არ თქვა მისი სახელი. წესი მესამე, არ შეწყვიტო თამაში. მაღლა ავიხედე, ფიგურა უფრო ახლოს იყო, იმაზე ახლოს ვიდრე მანამდე, იმაზე ახლოს ვიდრე მინდოდა. გულიცემა ყურის წამღები იყო და მერე თამაში გაიქრაშა. წამოვჯექში, ოფში გაღრული, ჩემი კომპიუტერის ეკრანი შავი იყო. დენიდან გამოვარდი და თვალების დახვეჭვა ვცადე, მაგრამ გულიცემა ყურებში დამრჩა, ჩემს კერჩი, ჩემს გონებაში. მეორე დღეს სამყაროში ხელახლა გავხსნა ვცადე. არ ჩაიტვირთა, ფაილი დაზიანებული იყო. სხვა ფოლდერში კოპირება ვცადე. ახლა ბექაპის აღდგენა, არაფერმა იმუშავა და ახლა სამყაროს სახელი ისევ სხვაა. არა მოთამაშე 274, არა შენ, ახლა ეწერა, მიყურებს. ამან მთელს ხავში ზრუანტელმი დამიარა, მაგრამ სანამ სამუდამოდ გამორთავდი, არის ერთი ბოლო რამ, რაც უნდა განახოთ. რაღაც რაც თამაში ფაილებში ღრმად ჩაფრული ვიპოვე. დენებული ჩანკებისა და გატეხილი მეტამონაცემების მიღმა. მოთამაშე 274 სეივის ფოლდერში არის ფაილი, რომელიც იქ არ უნდა იყოს. ეს არის დათან ჩვეულებრივ Minecraft-ის სეივის ფაილი. მას ჰქვია herdbat.log. ჩვეულებრივი ტექსტურით გავხსენე. თავიდან უბრალოდ ციფრებისა და კოორდინატების ნაკადი იყო, გატეხილი კარდიო მონიტორივით. 274 - 274 274 274. მაგრამ მერე ტექსტების ხაზებმა დაიწყო გამოჩენა. რეალურ დროში აკრეფილი ტყურის ჩანაწერივით. თაიმის ტემპები ყოველდღე რამდენიმე წამში ისევ მესმის. არა თამაშის, არა სამყაროს, რაღაც სხვა ბლოკების ქვეშაა. იყურებს, მელოდება. გამოსვავს ვცდილობ, მაგრამ თამაში არ მიშვებს. ეკრანი წითლად მიციმციმებს. გულიცემა უფრო ხმამაღალი ხდება. თამაში ვერ ვწყვეტ, თუ შევწყვეტ, უფრო ახლოს მოდის. წუხარ ვინც ამას იპოვის, იგივე შეცდომა არ დავუშვათ. ბოლო ჩანაწერი უბრალოდ ერთი სიტყვა იყო, რომელმაც ისევ და ისევ მეორდება. ითამაშე. სინამდვილეში არ ვიცი ეს მოთამაშე 274-ის ბოლო მესიჯი იყო სამყაროსთვის. გაფრთხილება თუ სულ სხვა რამ, იმიტომ რომ სიმართლე ისაა, რომ გულისცემა არასდროს წყდება. ეს მხოლოდ თამაში არ არის. ახლა ჩემს თავშია მუდმივი რიტმი, რომელიც დამემკვება და წუხელ გეფიცებით, როცა ჩაძლებას ვაპირებდი, ყველაზე სუსტი ჩურჩული გავიგონეს სიბნელეში ამოსუნთქვასავით. შენი ჯერია. შემდეგ Minecraft-ისთვის ხელი არ მიხლია, მაგრამ თუ ამას უყურებთ და თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, მაშინ შეიძლება თქვენ იყოთ შემდეგი, ვინც ფაილს იპოვის, ვინც სამყაროს გახსნის, ვინც გულისცემას გაიგონებს. თუ ასე მოხდება, უბრალოდ გახსოვდეთ წესები. თვალი არ მოაშოროთ, არ თქვათ მისი სახელი და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ შეწყვიტოთ თამაში.